საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ საამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებული იქნა ორი პირი. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლობის მიღების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში საბოლოოდ 188,900 ამერიკული დოლარის ოდენობის 1,899 ცალი ყალბი $100 კუპიურა გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებული იქნა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში გაასაღეს საერთო ჯამში 188,900 აშშ დოლარის ოდენობის 1,899 ცალი ყალბი $100 კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.